დროები მოგესალმებით და დღეს ვიღებთ ახალ ეპიზოდს, თუმცა ძველ ფორმატს უბრუნდებით, ეს არის cringe quiz-ი. ამ შემთხვევაში ჩვენმა პროდიუსერმა მოამზადა კითხვები და ნახოთ რა იქნება. მოკლედ ბიჭებო, დღეს გვიქნება 10 კითხვა, შესაბამისად 10 რაუნდი. აქ არის შერეული როგორც მოქმედებები, ასევე გამოსაცნობი კითხვები და ასევე რაღაც საინტერესო და ძალიან cringe-ობა რაღაცები მოკლედ. წესები არის ასეთი. ვინც სწორ პასუხს დაწერს, დაეწერება 1 ქულა, ვინც უფრო cringe პასუხს დაწერს, დაეწერება 2 ქულა. და მაგას მე გადავწყვეტ ვინ უფრო cringe-ობას დაწერს, ასე რომ დაგვეხა მე მგონი, ჯენზი გვიწყობს ვინ უფრო cringe-ობას დავწერთ. კარგი, ვზად ხარ? არა. მაშინ დავიწყოთ. პირველი ძალიან მარტივად, ყველაზე cringe-ობა რა მოუწერიათ თქვენთვის? ყველაზე cringe-ობა რა მოუწერიათ? აქ სწორი პასუხი რა არის? ხო, ანუ საინტერესო სწორი პასუხი. აი, პროდიუსერი გადაწყვეტს მაგას რა. პროდიუსერს აქვს სული უფლება, რომ თქვა სწორი რა არის, cringe-ობა რა არის, არა cringe-ობა რა არის. ამასობაში ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, წინა ვიდეოში ხო ვაფშე არ გვითხავს არხის გამოწერა და ეხლა გვიწევს ამდენჯერ. ჩვენ გამართლით, ნახოთ როგორი ის იქნება. წინა ვიდეოს არც ნახევარი აქვს, არც გამოწერები არ მოგვიმატა. მე მგონი არ გამართა. მირმიშა დაიწყე. აი, ფული მასესხი. ბეთ. ბოლოჯერ შევხვდეთ და დავიშალოთ. ბოლოჯერ შევხვდეთ და დავიშალოთ cringe-ობა ვაფშე არ არის. ბიჭო, არის. და გეტყვი რატო არის, ნახე. როცა აი უკვე მორჩენილ ყველაფერზე, ყველანაირ ურთიერთობაზე ადამიანს წერვა უგეხვეწები ბოლოჯერაც და მერე всё. აი ძალიან cringe-ობა, ძალიან ტეხავს. იცი მოთ. იმან ხო? თუ არა? ხო. შენ დაგიწერია? ფული მასხან ვერ მოვიფიქრე რაღაც cringe და ანუ მე მგონია რომ ეს cringe არის რა. ფულის ესხება? ბიჭო, არა, ნახე დიდთანხაზე ელაპარაკობ. რაღაც ისეთი აი და თან გადარჩენაზე თუ არის საუბარი, ეგ ვაფშე საერთოდ სხვა ამბავია. ორი ლარი აჭარაზე ჩამიგიწყე ამბავია. მე რაღაც ხო, აი იგით რაღაცაზე რომ აი ძმაო ახლა. საიდან არ არის cringe-ობა, რა თანხიდან არის, რო ვიცოდე. თანხაზე არის რისთვის საჭიროება. ადამიანი. აი ეგ იყო, აი და ეს იყო ის შემთხვევა რომ აი ძმაო ერთი სპინი დამჭა და დედას უთირებდა. აი რა ვიცი, აი ჩემთვის რა ურწე? არა. გიო, შენ სახსენი ბარემ? ბიჭი, ჩემი არის ბეთ. ანუ პირველი cringe-ობა რაც გამახსენდა და არ დავასახელებ ვინ მოწერა ჯენზის საზოგადოების წარმომადგენელმა ბეთო რაღაცას ვწერდი რა საქმეზე რომ ასე ბეთო და ეს ბეთ რა არის თქო ანუ ვერ მივხვდი რა მე დავგუგლე რა ბეთ meaning და თურმე რაღაც cringe-ული ჯენზი ტერმინი ყოფილა მეც ვიყენებ ხოლმე მაგას კარგი სიტყვა სხვადასხვა. ანუ შენთვის არა ეს cringe. არა. თვითონ იყენებს თურმე ანუ ეს იცი რას ნიშნავს რომ ეს cringe-ობა ნამდვილად cringe-ობა მე ეგრევე. რას ნიშნავს აბა გვიხსენი ბეთ ანუ რაღაცაზე რომ თანახმა ხარ რა. აი ბაზარი არა, რაღაც ეგეთი თემა არის. ბაზარი არა, რითი არ მოგწონთ, ანუ ოკეი. ბეთ უფრო მარტივი დასწრია. სიტყვა კარგი. ანუ ბეთ უფრო მარტივი დასაწერიაო და ანუ არ გვაქვს სიტყვა კარგი, კაი, ოკეი. კაი, მოდი გადაწყვეტე ახლა რა არის cringe-ობა, რა არის შენთვის მაგას ჩემი აზრით მიშას პასუხი არის, ესე ვთქვათ, სწორი პასუხი. იმიტომ რომ ხო რა, სწორი პასუხია. თან კარგადაც ახსნა. ასე მე ვფიქრობ მიშას ერთი ქულა უნდა დაუწერო. ბაზარი აი ბეთზე რა გითხარ, რა განაც მე ვიყენებ ამას სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ვიტყვი. ნუ ქულას დავწერ და კოსტასი საკმაოდ cringe-ობა იყო, ასე რომ 2 ქულა კოსტას. იმიტომ რომ ეგ რომ მე მომწერონ, მე ძალიან დავიქრინჯები. მაგრამ მაინც შეხვდები ალბათ ხო? არა, რა თქმა უნდა. ხო, კოსტა შეხვდე. რომელი უფრო cringe-ია? ხო და რომელი უფრო ბონუს ქულა. კაი ხა. მიდი აბა, შემდეგ გამოვში. რამდენ ბიჭს უვარჯიშია კოცნაში საკუთარ ხელზე? აი, ანუ ასე რა. რამდენი ბიჭს რას ნიშნავს? ანუ აი თქვენი აზრით, სოფლიოში რამდენ პროცენტულად ხო, რამდენ ბიჭს უვარჯიშია კოცნაში საკუთარ ხელზე? მოდი ახლა ვიმშელოს. შენ გივარჯიშია? არ მახსოვს ახლა ეგ იყო 15 წლის. ანუ ვარჯიშია, შენ გივარჯიშია? ბიჭო, მე მგონი არა. არც მე ვაფშე ზუსტად მახსოვს. ან მე მახსოვებოდა ეგ რა მეკეთებია. ხელზე არ მგონია. მე რაღაც აბარაზე. ფილმში მაქვს ნანახი რომ პომიდორი გამოიყენეს და მეთქი interesting რაღაცა ბეთ კიდე ხო აი რაღაცა პომიდორი არ მქონდა მაგრამ რაღაცა ბაშოზე და რაღაცაზე მახსოვს რომ იგივე რაღაცა იყო მაგრამ რამდენი წლის ვიყავი და რაღაცა შენ უეჭველი პატარა ვიყავი პეროგზეს გექნება ნავარჯიში არა პეროგზე არა ამერიკულზე არა პეროგზე არა მივხვდი რა ხვარი ვარჯიშია კიდე გამეშ ნესვზე გამეს ხვაში ალღურის მერე თუ რა აქ cringe როგორ უნდა მოავლინო არა აქ სწორი პასუხს გამოვა ხო აქ ნუ ძირითადად სწორი პასუხია მაგრამ არის ერთი რაღაც როგორც შეგიძლიათ 2 ქულა დაიმსახუროთ 10%. მე დავწერე 50-50 რა 50 67% fix-ები.
ანუ კრინჯია ჩემი. მიშამ ზუსტად მიზაში მოვარტყა. მიშას 2 ქულა, გიოს 1 ქულა, იმიტომ რომ მართლაც 50%-ს აქვს ნავარჯიშები დაახლოებით. მე რო 79 დამეწერა, ვაჯობებდი კრინჯობა. ვერა, იმიტომ 79 კრინჯობა არ არის. შეხედე? სხვათა შორის მართალია, იმიტომ რომ მაქს ვერსტაპენს უნდა რომ 79 ნომერი ქონდეს და მიქაუტაძესაც 79 ნომერი. ხო, მიქაუტაძე ცოტა სხვა პონჩი აქვს, იმ პონჩი არ აქვს და ვერსტაპენს მართლა მაგ პონჩი უნდა 79 ნომერი, პროსტა მამამის მოთხრა რომ ცუდი იდეა იქნება მაგ ნომერიც იარული. კაი, ამასობაში ჩვენი ახლა გამოწერეთ და მოდი გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. რაუნდში. კარგი, და ახლა არის მოქმედება. მოქმედება. ნუ გაგაგაგეთ ადგომა არ მოგიწევთ. მოკლედ. თქვენი დავალება არის ის, რომ კამერაში უნდა თქვათ ფრაზა გამარჯობა ლამაზო, რაც შეიძლება სექსუალურად, აი რაც კი შეგიძლიათ. არა უყურე, აქ მთელი დამალული ის რა არის. ყველაზე კრინჯულად ვინც იზამს, იმას დაეწერება 2 ქულა, ვინც მართლა სექსუალურად მოინდომებს 1 და ვინც უბედურება 0. აი, მაქსიმალურად სექსუალურად, ხო? აი. გამარჯობა. ლამაზო. ეს იყო მაქსიმალურად სექსუალური ჩემგან არის ხო ანუ ეს მაქსიმალურად სექსუალური მგონია ეგ. აუ, რასირობა არის ჩემი. გამარჯობა ლამაზო. ეს არც სექსუალური იყო, არც კრინჯი. მირჩენია ნულში გავიდე. სექსუალური როგორ უნდა ვიყო ეგ არ ვიცი ზოგადად. ტანზე გაიხარე შეჩემა და სექსუალური. -1 ქულა დაეწერა. გამარჯობა ლამაზო. აი ეს ერთ ქულას იმსახურებ. ძალიან კარგი იყო. შენ 2 ქულას იმსახურებ? ეს ერთი იმსახურებ. ეგრე ვფიქრობ კი. გითქვამ თოდეს მე გოგოსთვის ეგრე? არა. გამარჯობა ლამაზო არა. გამარჯობა. აი მე ვფიქრობ რომ მიშამ როგორც თქვა, ეგრე რო უთხას გოგოს, უფრო მეტი შანსია რომ დაიკეროს, ვიდრე გიო როგორც თქვა, ასე რომ გოგო უნდა იყოს ისეთ აი იუმორი. ან უბრალოდ ჩათulis რომ ერთი ქრომოსომა გაკლია შეჩემა და ბიჭო, არა მე და მაინც შეეცოდები და რაღაცა კაი წამა. მე შევეწინააღმდეგებოდი. გიომ როგორც თქვა, ის შეიძლება პროსტა სულფიკაბლაინად ჩათვალოს და ოკეი და იმან როგორც თქვა, მართლა ქრომოსომაზე წავა. სამაგერ გაიცინება. რაღაც ჩვენ ყველანი ერთ და იგები ვართ. კოსტასი, ნუ კოსტასი რატომ უნდა გაეცინა? ხავი ავტომატს არ. მე რო გოგო ვიყო გავიცინებოდი. შემდეგი რაუნდი. რა ქვია კორეელ კაცს, რომელმაც საკუთარ ბალიშზე იქორწინა? ჯერ ვახში ეგეთი ადამიანი რო არსებობს, ეგ მიგვერს. მოკლედ, აქ სწორ პასუხს ვერავინ დაძახს სავარაუდოდ. ხო. თუ არ იცის ვიღაცამ. ხო, ანა კრეატიულობა მოიგებს ასე. კრინჯულობა მოიგებს. მე ვიცი რომ ბალიშზე არა, მაგრამ რობოტზე ვიცი რომ დაქორწინდა ერთი ადამიანი. ეგ ითვლება ზოგადად ეგეთი დაუჯახება, ანუ სამართლებრივად შანსი აქვს, ხო. კიმ ჩენ მუთაკა. კაი იყო სხვათა შორის ძალიან კაი მოეწონა. ხუი ჩანჩური. სოსო პაპასკირი. სოსო პაპასკირი. ვია, სოსო პაპასკირი. არ ვიცი, აი სოსო პაპასკირი. ვა, ძალიან საინტერესო პასუხებია. პირდაპირ გეწყვეს რომ სწორ პასუხს არ ანუ არ ყოფილა სწორ პასუხი. კაი გასიცახი. არა და მარტივად შეგეძლოთ ალი ერქვა ამ კაცს, ალი ჯინ გიუ. ახლა სულს ვერ და ალი შეიძლება ხო, ანუ ალი რო დაგეწეს სწორ პასუხი ჩაითვლობოდა, იმიტომ რომ ჯინ გიუ გვარია. კარგი, ახლა ძალიან რთულია სხვა შორის. გადაწყვეტილების კი ბატონო. შენ რა გიწევია? ხუი ჩანჩური. შენ მე რო ძალიან მომწონს. აი სოსო პაპასკირზე რა ვთქვა, არ ვიცი, ძალიან უცნაურია. კიმ ჩენ მუთაკა უფრო საინტერესო პასუხია მინდა. იდეაში აქ ამ რაუნდში ერთი ქულა არ იქნება, მარტო 2 ქულა იქნება. ხო. ხო, მარტო 2 ქულა იქნება. იმიტომ რომ ალი არავის გვიწერია. სწორი პასუხი არა. ანუ კიმ ჩენ მუთაკაზე ალი რომ იმეწერა ბოლოში, მეწმებოდა 3 ქულად სიტყვაზე. კი, ალბათ კი. სავარაუდოდ კი. შენი მომწონს, რაც კი, კიმ ჩენ მუთაკა ძალიან საინტერესო პასუხია. ასე რომ კოსტამ გაიმარჯვა. ნეგრული რო ცოდნა და ესეც კარგია. ხო, არის ამ ნეგრული და მაგითო. გაჩვენოთ ამ კაცის ფოტო. მიდი. აუ, ეს იმენა. მოიცა. მაგარი თესლი ბალიშია, შეშემა. ეგეთ ბალიშზე მეც დავკორწინდე. აუ, ეს მაგარი გადობა ბალიშია. ხა მაგრა გავდა ეგ ტიპი დააფიქსირე. ამასობაში ჩვენი ახლა გამოიწერეთ და მოდი გადავიდეთ ჩემზე რაუნდზე. მაგათ რამდენი ადამიანი წარმოიდგენს წარსულში მომხდარ ჩხუბის სცენებს აბაზანაში? ბანაობის დროს. კეთქულიანი რაუნდია, კრინჯობას ვერ დაწერთ. ისე კაჩემილი კრინჯობის დაწერა. შენ პროსტა მიხვდი მაგას ეგ არ არის. 98%. მე 90 მიწერია. 9/11. ყოლაზე მიახლოებული. პროცენტი მაიცია ხო? პროცენტი არის ეგ. ერთქულიან რაუნდში 2 ქულა მოიპოვა. და სწორი რომელი იყო? სწორი არც ერთი.
ანუ ახლოს 73% არის სწორი. ბიჭო მე ცოტავა 78%. ხო, მეც. უფრო მეც ველოდი. 73. 73 მით უმეტეს. ანუ ეგ არის აზრი რა, რომ აბაზანაში კონკრეტულად. კონკრეტულად აბაზანაში ხო, აბაზანაში ხო სხვა საქმეები აქვს. დუშ კაბინა ითვლება? დუშ კაბინა ითვლება კონკრეტულად, კაბინა რა, დუში თვითონ. ხო, რომ სააბაზანოში. მაინდამაც კი უნდა იწვი, რა ჩემო. არა, რაღაცა. რა შენ სად ბანაობ, ეგ არ ვიცი ხა. ტაშჩიც რო ბანაობდე, მაინც ანუ გამიჯერე 90-იანებში ვის ტაშში ბანაობდა, ისე დაკავებული იყავი, მაგრამ არაფერზე არ იფიქრე. 90-იანში წელს ხანად იქნებოდა, ტაშჩი ჩაცუსკული იხსენებდნენ. არა, ყოვში დისხავს ანუ. არა, მან კონცენტრირებული სხვა რაღაცებზე იყავი. ხო, საერთოდ არ გეცალა მაგისთვის. ეს საკმაოდ რთული რაუნდია და აქ სწორი პასუხი ვერ გაჟღერდება ფიზიკურად, ასე რომ ვინც უფრო კრინჯობას დაწერს. აბა? რა ქვია გრძელი სიტყვების ფობიას? აუ, ბიჭო, მახსოვდა. არა და რაღაცა ძალიან გძელი ძალიან გძელია. ვინც არ იცით, მოკლედ მაყურებელს ვიტყვი, რომ არსებობს ესეთი ფობია ადამიანებს აქვს, რომელსაც ეშინიათ ძალიან გრძელი სიტყვები. ვიცი. და პროდიუსერო. გამარჯვებული ყველაზე კრინჯი ადამიანი რას მიიღებს? მე ძალიან კარგი იდეა მქონდა სასჯელის, მაგრამ დამიწუნეს. ჩვენს პროდიუსერს ქონდა იდეა, რომ დამარცხებულიო შემდეგ ეპიზოდში სრულად პარიკით უნდა იყოსო. რატომღაც ბევრი პარიკი ქონია სახში პროდიუსერს, არ ვიცი რატომ. ძალიან ლამაზი პარიკები მაქვს. მიშა გაჟღეთ პასუხები. ძალიან ისეზავდი ბროფობია. ბროფობია. მე დავწერე, აქვსნის ამ განმაჟღერებ, ბავშვობაში ყველაზე გრძელი სიტყვა რაც ვიცოდი და მაგაზე გრძელი სიტყვა მეგონა რომ არ არსებობდა, ეგ სიტყვა დავწერე. ჰიდროელექტროსადგური. გივიფობია. გივი? ახსენ თუ შეიძლება ბატონო ხოსტა. გივი სიხარულიძის ამბავში. და გრძელი სიტყვების შიში, ხო. ოკეი, ეს კაი პასუხი არის ძა. კარგი, პასუხი გაინტერესებს სწორი პასუხი. ოკეი, მიდი ბაბარი გაგვიჟღერე. კარგი, ენა უნდა მომიმტრიო. ჰიპოპოტამონსტროსექუიპედალიოფობია. ძა, უკარაძე იგიხე. მადლობა. ანუ ეს სიტყვა ხო პროსტა იმიტომ შექმნეს, რომ ხო, სავარაუდოდ თორე ჰიპოპოტამი საერთოდ გაშუაშია. კარგი, რაც შეეხება ფულებს, კოსტას ძალიან კარგი პასუხი ჰქონდა. შენ რო იცი ეგ გამიგვირდა სხვა. ორი ქულა დაიმსახურა. აი, ერთი ქულა მოდი ერთ ქულას არ დავწერ. ხო, აქა. არ გინდა ხო სწორი პასუხი ფიზიურად ვერ ვიქნა. კოსტა განადგურებ თქვენ მეგობრებო. კი, ძმაო, ყველაზე კრინჯი ადამიანია გავიძე. კარგი, მოდი ახლა მე ვიტყვი რომ არხი გამოიწერონ და ვიდეო დაალაიქ. კაი, შენ და დაწერთ კომენტარებში ვინ იყო დღეს ყველაზე კრინჯი. და იქნებ კითხვები შემოგთავაზოთ. ხო, რაიმე კრინჯი კითხვა ხო, გვაქვს. კრინჯი კითხვა გამოვუშვით. თქვენი აზრით რამდენ სელფის იღებს საშუალო სტატისტიკური 16 წლის თინეიჯერი, იქამდე სანამ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში განათავსებს? საინტერესო კითხვა. ეს საკმაოდ სამჯერო საკითხია, მოდი გავიხსენებ, ეხლა მე როცა სკოლაში სწავლობდი. დღევანდელობაზეა, ხო, კითხვა. ნუ სავარაუდოდ, ხო, სავარაუდოდ და დღევანდელობაზე არის. შენ ბავშვობაში საერთოდ სმარტფონი 16 წლის რო იყო? iPhone 4 მქონდა, რომელი კლასი იყო? შენ მდიდარი ყოფილიყო? ნუ უფრო დღევანდელობაზე ვიფიქრეთ, იმიტომ რომ დღეს ძალიან ესეთი თემა რა, ყველა ცოტა სხვა ის არის. ბიჭო, სელფის იღებდი და მე არ ვიღებდი, მაგრამ გოგოები იღებდნენ მაქსოვს, iPhone-ით იღებდნენ სელფის. 4-5 როცა იყო და ეს იყო 16 წლის ასაკი. სელფი იყო საერთოდ? კი, 4-ს ხო ქონდა წინა კამერა, როგორ არა? მაგრამ ეს სელფი არ იყო მთლად ეგეთი, აი Instagram, აი ბიჭო, ის იყო წელი იყო რას შემოსული. სელფი შეიძლება ასე არ იყოს, მაგრამ სურათებს იღებდნენ და ბევრს იღებდნენ და იყო რეტრიკა იყო აპლიკაცია, სადაც მაგაში იღებდნენ რა. ეგ იყო ძალიან ცუეთში რა. მე არ გავიძახი ძალიან ბავშვობაში. ბავშვობაში Sony Ericsson-ი კარვასი მქონდა და მაგით ვიყავი და მაგით სელფი ვერ გადაიღე, მაგრამ ცოტა დიდობაში, სკოლის პერიოდში ხო დიდობაში. iPhone-ით იყო რა, ეს თემა და მაქსოვს აი გოგოები საკაიფოდ იღებდნენ რა დიდი რაოდენობით რა. ახლაც მგონია რომ 1.30-40 იქნება საშუალო, ალბათ. უსა შენი იმედი მას რო კრინჯი და გაქვს დაწერილი. არა, 15-20 მაქვს დაწერილი. მე დავწერე ასეთი რაღაც, რომ მანამ სანამ ლამაზები არ გამოჩნდებიან და შემდეგ მაინც ფილტრით ილამაზებენ საკუთარ თავს. ეს არის ყველაზე სწორი პასუხი, მოდი ასე ვთქვი. მე 8 დავწერე. სწორი პასუხი იყო 20-30. შემიძლია 15-20. აი 20-30. მაგრამ მე ცხოვრობ საშუალო სტატისტიკურ 16 წლის თინეიჯერი შევდივარ. მე დაახლოებით 2-3-ს ვიღებ ხოლმე მაქსიმუმ. შენ ბიჭი. ბიჭო, ეგ გოგოებზე არის უფრო. ნუ ზოგადი კითხვა იყო ასე რომ. ხო, მაგრამ ნუ ეხა ხო გოგოები იღებენ უმეტესად. კი ბატონო. კარგი, რაც შეეხება სწორ პასუხს კოსტა იყო ახლოს 20-30 არის, ასე რომ მოდი ჩავუთვლი, იმიტომ რომ 20 ეწერა რა. და კრინჯი პასუხი, არც ეს ხო, არც ეს არ ქონდეს კრინჯი პასუხი. კარგი, ეხლა ძალიან საინტერესო კითხვაა რა. აბა. რატომ მოაშორეს Taylor Swift-ის მუყავს პოსტერი სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან? ანუ იმისთვის კონტექსტისთვის Taylor Swift-ის ეს მუყავს პოსტერები რომ არის, ხო იცით? ადამიანი რომ არის გამოსახული სიგრძეში, ანუ ფლიანი ზომის.
ეგენი იდგა მოკლედ სხვა საჯარო დაწესებულებებში რა, მოლებში, აეროპორტებში და ასე შემდეგ. რატომ მოაშორეს? ანუ აიღეს და წაიღეს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან იმედი მაქვს სიმართლეა. კაცებს უდგებოდეთ. მე სექსუალ ჰარასმენტ მიწერია. მე sexual harassment-ს ეწეოდნენ მასზე. ვახ. ანუ პოსტერზე. კაი, სწორი პასუხი არ ყოფილა. რა იყო ასე? სწორი პასუხი იყო ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა ამ პოსტერს ეხუტებოდა, სელფებს იღებდნენ და ძალიან დიდი კრაუდი გროვდებოდა რა მაგ ადგილებში და აეროპორტებში განსაკუთრებით ფრენებზე აგვიანებდა ხალხი მაგის გამო, ასე რომ ეგ იყო ეს. და ჩვენ რა გარყვნილები ვართ, რა. მაგრამ იცი რა, ნაწილობრივ შეიძლება სიმართლეც იყოს თქვენი პასუხი ვიღაც გამოერეოდა ალბათ. ანუ ეს სწორი იყო. აკოლიკულა? გიოს ალბათ. გიოს სავარაუდოდ. გაგვეცანი ისე თითქოს თერაპიის ჯგუფურ სესიაზე ხარ. მოიცა რომელი თერაპია? აი, წრეულად რო შედან შეგვიძლია მოიფიქრო, მას ან იდეა. ნებისმიერი თერაპიის. კონკრეტულად კიდე. დაიჭირებ. ბურთებს ყოიჭერებ ერთმანეთში. საკეთეს. არის თერაპიის ისინი არ გინდა, ხო? გამარჯობა, მე ვარ მიშა. მე ვარ sex addict, მაგრამ ერთი რაღაცა არის ამაში პრობლემა. Sex addict-ში კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის რაზე ვარ sex addict. გოგრა, ნესვი და რბილი ბოსტნეული. ცეგა. რბილი. პასტავსტა რბილი ბოსტნეული. გამარჯობა, მე კოსტა ვარ და მე Tinder დამოკიდებული. შემართლა Tinder დამოკიდებული. ეს სიმართლეში გაიყვანე გთხოვ და ერთი ყოლა დაუწევი. შეამოწმე სადაც გინდა Tinder-ი არ მაქვს. ხო, Bumble-ზე ხარ ბამბლი გადასული. სხვა ამბავი, ის უკვე სხვა ანუ ამბავი. ვიცი რომ dating აპლიკაციებზე დამოკიდებული უნდა გიყო. ბიჭო, უფრო ლამაზად და Tinder დამოკიდებული. და პრობლემა ამაში ისაა, რომ dating აპლიკაციებში ძალიან ბევრი ადამიანი ასაღებს თავს იმად, რაც არ არის სინამდვილეში. მაგალითად სიმაღლის სიტყვებია. კოს ამდენს ამატებს სიმაღლის. ვაფშე არ ვამატებ. ნუ რას მე. სიმაღლეს საერთოდ არ ვამატებ. ანუ მე ფილტრებზე და ფოტოებზე მაქვს საუბარი. არ მოგიტყვევია არაფერი dating აპლიკაციაში. კი კაცო, რამდენიც გინდა, მაგრამ სიმაღლე არა. მე ვარ დამოკიდებული უკვე 25 წელია ამაზე. პირველად აღმოვაჩინე 6 წლის ასაკში და მესმის რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი, როდესაც რაღაცას ხარ დამოკიდებული. და ჩემს გარშემო ახლა ვინც სკეთხართ, ვიცი რომ თქვენთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიწირა რა ამ ყველაფერმა. მე ძალიან მინდოდა რომ მეც რაღაც ეგეთ დამოკიდებულება მქონოდა dating აპლიკაციებზე, ან თუნდაც გოგრებზე შეყოფა რო გინდა ადამიანს, მაგრამ მე ცოტა ისეთი მარტივი დამოკიდებულება მაქვს, მიყვარს რაღაც ვიდეოების ყურება რა, კონკრეტული ვიდეოების ყურება რა. უბრალოდ ისეთი ვიდეოებია, რაც ეს ადამიანის მდგომარეობას მენტალურად ანადგურებს რა. ვიდეოს დასახელება არის აუ, იმას თუ იტყვის, ახლა გამოვშტერდები. რამოდენიმე სიტყვიანი დასახელება ინგლისურად? ციფრიწურებია? two cup არა, two girls. two girls two cup არ არის ეგ? ხო, one cup რაღაც. one cup two girls. ხო და ყოველი დილა ჩემი ამ ვიდეოთი იწყება და სულ ვცდილობ რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდე, მაგრამ და სულ ცხვირსახელს იმაქვს თან, რომ მე მეც არ მომინდეს ეს ყველაფერი. შენ ისე 16 წლის გარდა გავს ნახია. იყო ეგეთი ლეგენდარული ვიდეო, არ იმიწყე, არ ყდება ეგ ვიდეო. ბავშვობაში მაქვს და ძალიან ღრმა ბავშვობაში ერთხელ. ძალიან იმოქმედა ჩემს. ძალიან რთული რაუნდი იყო. მედგრად მაგრამ ვიბრძოლე. ერთი კითხვა მაქვს, რატო წახვედით სამივენი დამოკიდებულებაზე? აფრას დავსული. იმიტომ რომ თერაპია ხო შეიძლება ნებისმიერი იყოს რაღაც ბავშვობის ტრავმა ან იცი რა, არის ჩვენ ფილმებში ზოგადად ეგ გვაქვს ნახი რა. რო შემოუსხდებიან ხოლმე და მე ალკოდამოკიდებული ვარ, მე იმ ნარკოდამოკიდებული ვარ და მაგიტო ალბათ. კარგით, მაშინ მინდა აღნიშნო რომ მიშასი იყო ყველაზე კრინჯობა. მადლობა. არ ვიცი. არ ვიცი ესეც რაღაც საიდან მოვაფიქრა. და გოგრას რო უყურებდი მაგიქა. კარგი, ნუ მიშას მე დაუწერე 2 ქულას, კოსტა სამწუხარო 0 ქულას და გიო სიმართლეს ლაპარაკობდა, ამიტომ 1 ქულას დაუწერე. კარგი, ნუ ამ რაუნდში მიშამ გაიმარჯვა 2 ქულით. მე ამდენი მაქვს? 5. კაც 5 წიანი რაუნდში მქონდა. მე ამ რაუნდში არ მოგიმატა. კი, ერთი დამემატა ამ რაუნდში. მაშინ ამ რაუნდში ეგ ვიხმური არა არა. ეგრე და მართლა სიმართლე ბიჭო, მაშინ მას უნდა დავუმატო მართლა მაქსიმალურად. სადაც სიმართლეა, ხარ Tinder მე რა ვთქვი, Tinder დამოკიდებული ვარ და რა თქვა. ხო, რა, კი. კოსტასთან ვარ, ხო, Tinder-ი, Bumble-ი, ხო. კოსტასთან დავუმატო უეჭველი ცხაკ. კარგი, დავუმატოთ. მზადხართ ბოლო რაუნდისთვის? გამოგში. ბოლო ძალიან კარგი რაუნდია, მეგობრებო. ადექი და გაიარე ვიქტორია სეკრეტის მოდელივით გააკეთე შემოbrunება და დაბრუნდი უკან. ვიქტორია სეკრეტის მოდელები როგორ დადიან?
კეთილკი. გინდა რა მუსიკა? ნუ დატრიალება არ გამომივიდა. რა არის? ტრაკი გამოაჩინე. აჰა, всё. კენი? ეს რა იყო? ძალიან ცუდი იყო. მიდი გიო. საკეს მო. ეს მე მგონი UFC-ში გამო. აუ, ეგ დამავიწყდა. ოუ, კოსლა კარგი იყო. წესით ძალიან რთული უნდა იყოს. მიდი. მაქსიმალურად სექსუალურად ცდი გავაკეთო. აი ასე დადია. ოუ, საღო, nice. ეს ნუ წაბაჯბაჯდი უკან წინ გაიიყო. რა ვიცი. წინ კარგი იყო. უკან ცოტა შესანიშნავი. უკან დათვი ზოგი ამტკივდა ეგრევე. ეხლა გრისის ხულიგანში რო დადის პიტი ეგრე გამოიარე აქ. გინდა პროდიუსერსაც ვისცე ჩანსი? მიდი დავაი. ვაუ. ფუ. Nice. So, მე გავიმარჯვე მეგობრებო, ქორქულა პროდიუსერს. ამ კრინჯის კვიზის გამარჯვებული გახდა კოსტა ტინდერთან მოკიდებული ჩიჩუა. კოჩა გილოცავ შეხარ ნამდვილი კრინჯი. დედა რა გავქნა? მეორეზე გავიდა. მადლობა დედა, მადლობა მამა. სულ გინდოდა. მადლობა სკოლაში მასწავლებლებს, რომ არ ვიცი იგისთვის, მაგრამ მადლობა. მამას კო. ჩვენ მადლობა ჩვენ. ჰა? ჩვენ მადლობა. თქვენ მადლობა რომ მომეცით ამის საშუალება, პროდიუსერმა რომ ეს მოიფიქრა. კაია, თუ გინდა ჩემდეგი ეპიზოდის გადავიღოთ კრინჯი კვიზის და თუ გინდათ იდეაში აქ სტუმარი გყავდეს, დავწერთ კომენტარებში ვინ და ხო, საჯელს რაც შეეხება, მოკლედ გიო შემდეგ კრინჯი კვიზის გადაცემაში იძლევა პარიკით. მიშა კი დღეს მეორე ადგილი დაიმსახვა და გრამატიკის წიგნს ვაჩვენებთ. კარგი. ისე მართლა მაჩვენე. აუ, თორე რო გაჩუქოთ იმენა მე გამოგაქცევთ ხელიდან.